ქართველები იბრძვიან დღე და ღამე ევროპული მომავლისთვის, ევროპა კი ნელა რეაგირებს. თქვენ უნდა გამოიყენოთ თქვენი ბერკეტი. ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ევროპის უმაღლესი პოლიტიკური ტრიბუნიდან ევროკავშირის ლიდერებს. სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგში რობერტა მეცოლას მიწვევით ევროპარლამენტის სესიაზე გამოვიდა და ქართული ხალხის მთავარი სათქმელი გაახმოვანა. დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, დაისაჯონ მუძალადეები და გათავისუფლდნენ დაკავებულები, ამბობს პრეზიდენტი. საქართველოს ლეგიტიმურად არჩეულმა პრეზიდენტმა ისაუბრა გაყალბებული არჩევნების შექმნით ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისზე, არალეგიტიმური ხელისუფლების საგარეო კურსზე და იმ რეპრესიებსა და ძალადობაზე, რომლითაც ოლიგარქის რეჟიმი თავისუფლებისთვის და ევროპული ღირებულებებისათვის მებრძოლ საქართველოს მოქალაქეებს უსწორდება. ზურაბიშვილი ევროპას მოქმედებისკენ მოუწოდებს. თათია წოწონავა ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში ამ თემით. გისმენთ თათია. სალომე ზურაბიშვილი თბილისის დროით 12-ის ნახევარზე მივიდა დაახლოებით ევროპარლამენტში. მას დახვდა რობერტა მეცოლა, ევროპარლამენტის პრეზიდენტი და სწორედ მან მიაცილა სხდომათა დარბაზში საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც უკვე დახვდნენ ევროპარლამენტარები საქართველოს დროშის ფოტოებით და ოვაციებით. თავდაპირველად სხდომა გახსნა რობერტა მეცოლამ, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რომელმაც ქართულ ხალხს კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა ევროპარლამენტის სახელით, მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს იმისთვის, რომ ის იმყოფებას ახლა სტრასბურგში და მან ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვით მიმართა დღეს ევროპარლამენტს. მე შეგახსენებთ, რომ რობერტა მეცოლამ დაახლოებით 2 დღის წინაც მოუწოდა ევროკავშირს კონკრეტული და მკაფიო ქმედებებისკენ ქართული ოცნების ნაბიჯების საპასუხოდ და სწორედ ევროკავშირის გადაწყვეტილების მიმღები პირები იყვნენ მთავარი ადრესატი სალომე ზურაბიშვილის სიტყვით მიმართვისაც. საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს ევროკავშირს დროული რეაგირებისკენ, დააჩქარებთ ტრანზიციას თუ ამის გახანგრძლივებას მთელი ზამთრის განმავლობაში დაუშვებთ. ქართველი ხალხი ევროპისგან ელოდება კონკრეტულ ინიციატივებს. ასეთი არის სალომე ზურაბიშვილის მიმართვა ევროკავშირის გადაწყვეტილების მიმღები პირების მიმართ. დღეს პრეზიდენტს არაერთხელ გააწყვეტინეს სიტყვა ოვაციებით. სალომე ზურაბიშვილი საუბრობს იმაზე, რომ არა მხოლოდ ქართულ ხალხს სჭირდება ახლა ევროკავშირი, არამედ თავად ევროკავშირსაც სჭირდება საქართველოს სწორედ იმ სტრატეგიული ინტერესების გამოც, რაც აქვს ევროკავშირს საქართველოში და შესაბამისად, როცა რუსეთი მოქმედებს, აუცილებელი არის ევროკავშირის მკაფიო და ხისტი პასუხი ამ მოქმედების მიმართ. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ახლა რუსეთი არის სუსტი, რუსეთი დამარცხდა სირიაში, რუსეთი მარცხდება უკრაინაში, რუსეთი დამარცხდა მოლდოვაში, რუსეთი აუცილებლად დამარცხდება რუმინეთში და საქართველო არ უნდა დაიქვემდებაროს ახლა რუსეთმა. სწორედ ასეთია სალომე ზურაბიშვილის გზავნილი და ამ გზაზე მნიშვნელოვანია როგორც ქართველი ხალხის დგომა ქუჩაში საკუთარი ევროპული ღირებულებების და ევროპული მისწრაფებების დასაცავად. ეს ასეც იქნება, ასეთია პრეზიდენტის გზავნილი, თუმცა ამ გზაზე მნიშვნელოვანია ევროკავშირის გადაწყვეტილებები და ევროკავშირის მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც აგვიანებს, აი ასე ხისტად მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირს და მოუწოდებს დროული რეაგირებისკენ და მთელი ამ პროცესიდან მშვიდობიან გამოსავლად სალომე ზურაბიშვილი ასახელებს ახალ არჩევნებს. თქვენ ბოლოს როცა სტუმრობდით ევროპარლამენტს, განვიხილავდით თქვენი ქვეყნის პროგრესს ევროპულ ოჯახში გაწევრიანების გზაზე. დღეს ეს გზა საფრთხის წინაშეა. ევროპარლამენტი გმობს ნებისმიერ რეპრესიას, ოპოზიციის წინააღმდეგ და მშვიდობიანი დემონსტრანტების დაპატიმრებას. ეს ქმედებები იწვევს ჩვენს მიერ ბოლო წლებში ერთობლივად გადადგმული წარმატებული ნაბიჯების უკუსლას. შექმნილ ვითარებაზე საპასუხოდ ეს პალატა გამოვიდა გადამწყვეტი მოქმედებებისკენ მოწოდებით და ჩვენ ვიმეორებთ ამ მოწოდებას ახლა. მე ვიცი, რომ საქართველოში ბევრი მუშაობს საკუთარი ქვეყნის მომავლის გამო. ასევე ვიცი, რომ ვსაუბრობ ამ პალატის სახელით, როდესაც ვეუბნები ყველა ქართველს, რომელიც იყურება ევროპისკენ მხარდაჭერისთვის, რომ ისინი მარტო არ არიან. ჩვენ ვხედავთ გვესმის თქვენი და თქვენთან ვართ. ევროპარლამენტი მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით ევროპისკენ თქვენს გზაზე და ჩვენი კარი ყოველთვის ღია იქნება. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ეს გახლავთ ერთადერთი დემოკრატიული და პოლიტიკური გზა, რომელიც ამ კრიზისიდან გამოგვიყვანს. მაგრამ ეს საკითხი გეხებათ თქვენც, ეხება ევროპას. ქვეყანამ, რომელმაც ახლახან მიიღო კანდიდატის სტატუსი, ევროპა თავს უფლებას ვერ მისცემს, რომ ამ ქვეყანას მისცეს საშუალება გათელოს ყველა დემოკრატიული წესი და ნორმა მას შემდეგ, რაც უარყოფა ან იგნორირება მოხდა ევროკავშირის 9-12 რეკომენდაციების. ევროპა ვერ მისცემს საშუალებას მისი ძირითადი
პრინციპების შეურაცხყოფა მოხდეს. ასევე საკითხი ეხება ევროპის სტრატეგიულ ინტერესს. დარწმუნებული ვარ, საქართველო იყო, არის და იქნება ევროპისა და დასავლეთის გზაგასაყარი რეგიონში. რუსეთი ცდილობს ამის ხელში ჩაგდებას. რუსეთი იხსენებს იმპერიულ დროს, გენერლების განცხადებას, რომლებიც ამბობდნენ, რომ ვინც თბილისს ფლობს, ის კავკასიას ფლობსო. ეს რუსეთისთვის არ შეცვლილა. თუ საქართველო რუსეთის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა, მე სამხედრო ინტერვენციაზე არ ვსაუბრობ. საარჩევნო კონსტიტუციურ ინტერვენციაზე ვსაუბრობ. ფსონი ძალიან მაღალია, რომელიც ეხება შავი ზღვის უსაფრთხოებას, დაკავშირებადობას, რაც შეეხება ცენტრალურ და სამხრეთ აზიას. ეხება ასევე სომხეთის ევროპულ მომავალს. ეს გაცილებით უფრო ღრმა პროცესია, ვიდრე მხოლოდ საქართველოს დემოკრატია ან საქართველოს დემოკრატიული არჩევანი. სირიაში დამარცხების შემდეგ არ უნდა მოიპოვოს საქართველო რუსეთმა. რაც რუსეთს ხელი მოეცარა უკრაინაში, საქართველოში უნდა მიაღწიოს გამარჯვებას. მოლდოვაში წააგო რუსეთმა, საქართველოში უნდა მიაღწიოს გაიმარჯვოს. იმედი მაქვს, ისევ წარუმატებლობას მიაღწევს რუმინეთშიც და წამყვანი პოზიციები საქართველოში უნდა მოიპოვოს. ეს გახლავთ კითხვები, რომლებსაც თქვენ გისვამთ. საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ევროპარლამენტარები დეტალურად ჩააყენა საქმის კურსში იმის შესახებ თუ რა ხდება ქვეყანაში უკვე 21 დღეა, როგორც პრეზიდენტი ამბობს, ირაკლი კობახიძეს არანაირი ლეგიტიმაცია არ ჰქონდა იმის თქმის, რა განაცხადის გააკეთა მან 28 ნოემბერს, რომ თითქოს ქართული ოცნება აჩერებს ევროინტეგრაციის პროცესს, ვინაიდან თავად არჩევნებიც იყო ძალიან ბევრი კითხვის ნიშნის ქვეშ და საერთოდ რუსული სპეცოპერაცია, რომელიც ჩატარდა 26 ოქტომბერს, შესაბამისად ქართულმა ოცნებამ ამ განაცხადის გამო მიიღო ძალიან ლეგიტიმური პროტესტი, მშვიდობიანი სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, რაც უკვე 21 დღეა გრძელდება საქართველოში და როგორც საულმე ზურაბიშვილი ამბობს, არანაირი სამოქალაქო დაპირისპირება არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ქართველი ხალხი, რომლის უმრავლესობაც არის ერთ პოზიციაზე და არსებობს პარტია, რომელსაც აქვს დაქვემდებარებული არალეგიტიმურად ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, ის ცდილობს სრულიად განსხვავებული აზრის გაქრობას, მათ შორის მედიებს ფინანსური მოგუდვით ცდილობს, რომ რაღაცნაირად გააჩუმოს დამოუკიდებელი კრიტიკული მედია, არასამთავრობო სექტორი არის მისი მთავარი სამიზნე, რაც ჩვენ ნახეთ რუსული კანონით. პრეზიდენტიც ახლა საულმე ზურაბიშვილი მან თავად ახსენა ის, რომ თავად არის ლეგიტიმური პრეზიდენტი ახლა, ვინც წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას და ძალიან საინტერესო ფრაზა ჰქონდა ერთი საულმე ზურაბიშვილს. დღევანდელი ვითარება მან საქართველოში შეადარა 1921 წელს საბჭოთა ოკუპაციას და საულმე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ახლა საქართველოში ძალიან ბევრს აქვს განცდა, რომ 1921 წელს იმყოფება. ეს ძალიან მშვიდობიანი მოძრაობაა, ძალიან მასიური სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობა, რომელიც მხოლოდ ორ რამეს მოითხოვს: დამიბრუნეთ ჩემი ხმა და დამიბრუნეთ ჩემი ევროპული მომავალი. და ეს ახალი არჩევნების მოთხოვნაა. იყო მცდელობა შექმნილიყო შთაბეჭდილება, თითქოს სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივდიოდით, მაგრამ საქართველოს ორი ნაწილი არ არსებობს. ერთ მხარეს ქართველი ხალხია და ერთი პარტიის რეპრესიული აპარატი მეორე მხარეს. 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრს არ ჰქონდა ლეგიტიმურობა, იმიტომ რომ ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას არჩევნები. მას ამ განცხადების გასაკეთებლად მანდატი არ გააჩნდა. კონსტიტუციაში ნათლადაა გაწერილი, რომ საქართველოში ყველა ინსტიტუციამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა გამარტივდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. აღნიშნული კონსტიტუციის დიდი ნაწილი შეადგინა ამავე პრემიერ-მინისტრმა, რომელიც კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდა და მან განაცხადა, რომ წვეთს მოლაპარაკებებს. ისედაც არ მიდიოდა მოლაპარაკებები, მაგრამ ველოდებოდით ამას. რეალურად მან შეაჩერა ევროპული მომავლისკენ სვლა რეალური მანდატის გარეშე და ამის უფლების ქონის გარეშე. ყველაფერს საქართველოში აკონტროლებს ერთი პარტია და ერთი პირის მმართველობა. რა რჩება ამ კონტროლის გარეთ? ოპოზიციური მედია. მინდა ხაზი გავუსვა, სამი მედიიდან ორი საკმაოდ მძიმე ფინანსურ კრიზისშია, რომელიც ასევე პროვოცირებული იყო. ძნელია ამის დამტკიცება. ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს დამოკლეს მახვილი ჰკიდიათ თავზე ეგრეთ წოდებული რუსული კანონის გამო. როგორ მოხდება ამის იმპლემენტაცია და შესრულება მნიშვნელოვანია და მესამე, პრეზიდენტი, მე აქ ვიმყოფები ორი იმპიჩმენტის მცდელობის გათვალისწინებით. რუსული არჩევნები სწორედ ასე აფასებს 26 ოქტომბრის სპეცოპერაციას საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან და მან კიდევ ერთხელ დეტალურად ჩააყენა საქმის კურსში ევროპარლამენტარები, ევროკავშირის გადაწყვეტილების მიმღები პირები იმის შესახებ თუ რა და როგორ ჩაიდინა ქართულმა ოცნებამ 26 ოქტომბერს და არა მხოლოდ 26 ოქტომბერს, როგორი წინასაარჩევნო კამპანია ჰქონდა ქართულ ოცნებას თავიდან ბოლომდე დაშინებაზე და მოსყიდვაზე დაფუძნებული. პარალელურად ის ამბობს, რომ ორი მთავარი პრინციპი იყო დარღვეული ამ არჩევნებზე.
საყოველთაობის და ფარულობის პრინციპის შესაბამისად ამ ყველაფრიდან გამომდინარე ამ არჩევნების შედეგები ვერანაირად ვერ იქნება ლეგიტიმური, ამბობს საქართველოს პრეზიდენტი. მმართველმა პარტიამ ნათლად განსაზღვრული რუსული გზა დაიკავა. რუსულ გზაზე დადგა და თავს ისია ჩვენებს თითქოს ევროპისკენ სურს მოძრაობა და რატომ? იმიტომ რომ მათ მხარდამჭერებსაც სურთ ევროპული გზა. საქართველოს მოსახლეობის 80%-ს. ყველა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა და არჩევნები დამოუკიდებლობის შემდეგ ამას აჩვენებს. ეს ფაქტობრივად არჩევნების წინ დაიწყო, თუმცა შეიძლება ბევრმა ვერ დაინახა და მეც ნათლად ვერ დავინახე ქართული ოცნების რუსული გზა, რომელიც დაიწყო 2019 წლის 29 ივნისს გავრილოვის ინციდენტის დროს, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა. ასე ფაქტობრივად რუსულ არჩევნებამდე მივედით. ეს გახლავთ არჩევნები, რომელიც სისტემურად და მასობრივად გაყალბებული იყო. ძალიან მაღალ დახვეწილ დონეზე. ეს არ იყო ჩვეულებრივი თაღლითობა, რასაც ვხედავთ ხოლმე არჩევნებზე. დაგეგმილი იყო ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რაც გაცილებით ადრე დაიწყო. რუსული კონტროლი გადაეცა ცესკოს. იმ ადამიანებს, ვისაც ცესკო ნიშნავდა, დანიშნულები იყვნენ არა იმ წესების შესაბამისად, რომელსაც ევროკავშირი გვთავაზობდა, არამედ იყვნენ ხელისუფლების მიერ დანიშნულები. ასევე კოლცენტრების საკითხები იდგა, 3500 კოლცენტრის საკითხი, დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რუსული სტილის პროპაგანდა, პლაკატები იყო, სადაც ერთ მხარეს იყო უკრაინაში განადგურებული ეკლესიები და თეატრები, მეორე მხარეს კი აყვავებული საქართველოს გამოსახულება. ამან იმდენად დიდ შოკში ჩააგდო საქართველოში საზოგადოება, რომ მოხდა მათი დემონტაჟი. ეს არ იყო ქართული ხასიათის შემადგენელი ნაწილი. რუსული კვალი ეტყობოდა. დიდი რაოდენობით შავი ფული იყო გამოყენებული. 600 მილიონი ლარი დაიხარჯა ოქტომბრის არჩევნების დროს. პოლიციას ვერ იპოვიდით არჩევნების დროს. მე მაგალითად ვიხილე ძალადობა, რომელიც სხვადასხვა უბნებზე ხორციელდებოდა. დავურეკე შინაგან საქმეთა მინისტრს და ვერც მობილურით და ვერც სამთავრობო ქსელით და ვერც მის მოადგილეებს დავუკავშირდი. მან არ გადმომირეკა. ორი პრინციპი დაირღვა არჩევნების დროს. ეს არის საკმარისი, რათა ვანახოთ, რომ ნებისმიერი შედეგი სწორად წარმართვის შემთხვევაში იქნებოდა განსხვავებული. ყველაზე საჭირო გამოსვლა საქართველოსთვის ისტორიულად გარდამტეხ მომენტში, ასე შეიძლება შეფასდეს საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელი სიტყვით მიმართვა ევროპარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეს მიმართვა არის იქიდან გამომდინარე, რომ ხვალ არის უკვე ევროკავშირის საბჭო 27 სახელმწიფოს ლიდერები შეიკრიბებიან, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება სწორედ საქართველო.